რა არის საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი, რომელიც უწყება გასცემს ამ დოკუმენტს და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონლის გადანისას რამდენი სახის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა. ასევე რა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენაა საჭირო წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისთვის. ამ და სხვა აქტუალურ თემაზე სასაუბროთ შემოსავლების სამსახურისა და ბიზნეს პარტნიორის ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში ვისაუბროთ და ჩვენი სტუმარი თამარ სულაბერძე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოს მთავარი მებაჟი ოფიცერია. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გაცემა სტუმრობისთვის. ეს ერთ-ერთი ისეთი თემაა, განსაკუთრებით, როდესაც საქართველოს აქვს ამბიცია, რომ მაქსიმალურად განავითაროს ექსპორტი, რაც შეიძლება მეტი ქვეყანა ითვისოს და ამ მიმართულებით ძალიან აქტიური იყოს. ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი წარმოშობის სერტიფიკატი თითოეული პროდუქტის. თავდაპირველად რომ განმარტოთ, რა არის საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი, რა შემთხვევაში ანიჭებთ მას, რა კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში და მე უკვე მივყვეთ თანმიმდევრულად საქართველოს ბევრ ქვეყანასთან აქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი და ამ მიმართულებით როგორი სურათი გვაქვს? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. ვიდრე საქონლის წარმოშობის სერტიფიკატზე ვისაუბრებდეთ, მინდა ორი სიტყვით განმარტოთ თავად საქონლის წარმოშობის არსი და მისი დანიშნულება საბაჟოსთვის. ანუ საქონლის წარმოშობა, როგორც საერთაშორისო პრაქტიკაშია მიღებული ცოტათი ხატოვანი ტერმინი, არის საქონლის ეკონომიკური ეროვნება და ნებისმიერ საქონელს, რომელიც წარმოადგენს ვაჭრობის საგანს ორ ქვეყანას შორის, აქვს თავისი ეროვნება, ან თავისი წარმოშობის ქვეყანა. წარმოშობის ქვეყანა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც საქონლის მიმართ განისაზღვრება საბაჟოს მიერ გასატარებელი სატარიფო თუ არასატარიფო ღონისძიებები. სატარიფო ღონისძიებები გულისხმობს საბაჟო გადასახადებს, ხოლო არასატარიფო ღონისძიებები სხვადასხვა სახის შეზღუდვებსა და აკრძალვებს, რასაც შესაძლოა დაექვემდება, რომ საქონლის წარმოშობის ქვეყნის მიხედვით ესათვის საქონელი საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან გატანისას. რაც შეეხება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატს, ეს არის ექსპორტიორი, ანუ საქონლის გამგზავნი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული განსაზღვრული ფორმის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მასში მითითებული საქონლის პროდუქციის წარმოშობის ქვეყანას. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი შეიძლება იყოს შეღავათიანი, ანუ პრეფერენციული და შეღავათების გარეშე, ანუ არაპრეფერენციული. რა შეღავათებს ითვალისწინებს, იმიტომ რომ პრეფერენციულ ნაწილზე ჩვენ განსაკუთრებით მაგალითად თურქეთთან გვაქვს ესეთი აქტიური ურთიერთობა მიმართულებით და მთლიანობაში მაყურებლისთვის ესეც საინტერესო იქნება. დიახ, რა თქმა უნდა. შეღავათიანი სერტიფიკატი დასახელებიდანაც ჩანს, რომ უკავშირდება საბაჟო შეღავათებს. კერძოდ ეს არის იმპორტის გადასახადის შემცირება ან გათავისუფლება იმპორტის გადასახადისგან. შეღავათიანი სერტიფიკატი გაიცემა საქართველოსთან ისეთ ქვეყნებში ექსპორტის შემთხვევაში, ვისთანაც ჩვენ გვაქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებები, ანუ ვისთანაც გვაქვს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი, რაც გულისხმობს შეთანხმების მონაწილე მხარეების საქონლის გათავისუფლებას იმპორტის გადასახადისგან. ანუ მაგალითად ქართული წარმოშობის საქონელი პარტნიორ ქვეყნებში იმპორტის შემთხვევაში გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან, ანუ იმპორტის გადასახადისგან. რომელ ქვეყნებთან გვაქვს საქართველოს თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა? კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ მაყურებელს და რა ტიპის ურთიერთობები გვაქვს ამ ნაწილში? დიახ, მოგახსენებთ, საქართველოს დღის მდგომარეობით აქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ევროკავშირის ქვეყნებთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან, ეს არის EFTA-ს კავშირი, რომელშიც გაერთიანებულია 4 სახელმწიფო: შვეიცარია, ნორვეგია, ისლანდია და ლიხტენშტაინი. თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს თურქეთის რესპუბლიკასთან, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან, DST-ს ყველა ქვეყანასთან გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა, ასევე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან, ჰონგ-კონგ ჩინეთთან და შარშან ამოქმედ და ახალი ხელშეკრულება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან 27 ივნისიდან შევიდა ძალაში. რომელი უწყება გასცემს და დაუშვათ რა ტიპის ინფორმაცია უნდა მიიღოს ამ უწყებამ, რომ დაუშვათ ეს სერტიფიკატი მიიღოს კონკრეტულმა კომპანიამ კონკრეტულ საქონელზე? დიახ, საქართველოში წარმოშობის სერტიფიკატის გამცემი უწყებებია შემოსავლების სამსახური და საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, თუმცა ძირითად უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს შემოსავლების სამსახური, ვინაიდან ჩვენ გავცემთ ყველა ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედ წარმოშობის სერტიფიკატებს. ეს სერტიფიკატები ხელშეკრულების მიხედვით გვაქვს განსხვავებული ფორმის 6 ტიპის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას. ანუ ერთგვარი ერთი ფანჯრის
პრინციპით მუშაობთ ამ ნაწილში. ხო, გახსენებთ პროცედურასთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახურში განცხადების წარდგენა ხდება როგორც მატერიალური ისე ელექტრონული ფორმით, თუმცა არის რა თქმა უნდა ტენდენცია რომ ელექტრონულ ფორმაზე გადადიან ექსპორტიორებიც და თანდათანობით იზრდება ელექტრონული განცხადებების წილი საერთო რაოდენობაში. განცხადების ელექტრონულად წარდგენა ხდება შემოსავლების სამსახურის გადამხდელის გვერდიდან, ანუ ოფისიდან გაუსვლელად ავსებს ექსპორტიორი კომპანია განცხადებას. ჩვენ დავნერგეთ შემოსავლების სამსახურში განახლებული პროგრამული მოდული, რომლის საშუალებითაც ექსპორტიორის მიერ შევსებული მონაცემები ავტომატურად დაისახება სერტიფიკატში. განცხადების განაწილება ხდება საქართველოს მასშტაბით ყველა სტრუქტურულ ერთეულში თანაბრად. შესაძლებელია თბილისის კომპანიამ დაარეგისტროს განცხადება, რომელიც ვთქვათ ბათუმის მებაჟე ოფიცერს დაეწერება განსახილველად. ამან შეამცირა აღკვეთა, ასე ვთქვათ, რიგები სასტრუქტურულ ერთეულებში, რადგან თანაბარი განაწილება ხდება განცხადებების და თვითონ სერტიფიკატის მიღება ექსპორტიორს შეუძლია საბაჟო დეპარტამენტის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულში, მათ შორის საბაჟო გამშვებ პუნქტებში გაფორმების ადგილას და შარშან დავამატეთ ასევე მომსახურება ივნისიდან გახდა შესაძლებელი და სერტიფიკატების აღება ექსპორტიორებს შეუძლიათ მომსახურების დეპარტამენტის ნებისმიერ სერვის ცენტრში და აღარ უწევთ უკვე მაგალითად გორში, მცხეთაში, ანუ აქამდე არ იყო შესაძლებელი და მცლების შემდეგ რას კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს ექსპორტიორი და ასევე საინტერესოა როგორ მიხვდეს ექსპორტიორი რომ მან მიიღო ეს სერტიფიკატი რა პერიოდია რა ვადა ამისთვის განსაზღვრული რომ დაუშვათ ამაზე მეტნაკლები ინფორმაცია და წარმოდგენა გქონდეთ ვინც დაუშვათ ამ მიმართულებით მუშაობს მათ შესაძლოა იციან მაგრამ ვინც არ მუშაობს და ახლა იწყებს სხვა ქვეყნებში ექსპორტის გატანას განხორციელებას აი მათთვის არის საინტერესო ხა ეს ნაწილი დიახ რა თქმა უნდა ძალზე მნიშვნელოვანია ექსპორტიორს კონდეს სწორი ინფორმაცია, რა თქმა უნდა და მოხდეს სწორი შეფასება თუ რომელ ქვეყანასთან რომელი საერთაშორისო წესებით უნდა იხემძღვანელოს, ჩვენ ყველა ხელშეკრულების ფარგლებში გვაქვს განსხვავებული წარმოშობის წესები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის პროდუქცია და ექსპორტიორმა სწორად უნდა შეაფასოს, ასე ვთქვათ, რომელი წესებით და რომელი კრიტერიუმებით უნდა დაადგინოს მის მიერ წარმოებული პროდუქციის წარმოშობის ქვეყანა. ჩვენ დეტალური ინფორმაცია გვაქვს განთავსებული შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე, საბაჟო ასისტენტის ნაწილში, სადაც ექსპორტიორებს და ინტერესებულ პირებს შეუძლიათ მოიძიონ ქვეყნების მიხედვით არსებული რეგულაციები, რომელ ქვეყანასთან რომელი ხელშეკრულება მოქმედებს, რომელი წარმოშობის წესებით ხელმძღვანელობთ, ასევე შეუძლიათ წარმოშობის სერტიფიკატის ტიპების მიხედვით მოიძიონ ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ცხელი ხაზი ფუნქციონირებს შემოსავლების სამსახურში მუდმივ რეჟიმში. გარდა ამისა, ჩვენც გვაქვს კონსულტაცია როგორც წერილობითი, ასევე სატელეფონო. გარდა ამისა, ექსპორტიორებს შეუძლიათ ისარგებლონ წინასწარი გადაწყვეტილებით, მოგმართონ შემოსავლების სამსახურს ექსპორტის პროცედურის განხორციელებამდე, წარმოადგინონ, რა თქმა უნდა, დეტალური ინფორმაცია საწარმოსთან დაკავშირებით, წარმოების პროცესთან დაკავშირებით და მიიღონ წინასწარი გადაწყვეტილება აკმაყოფილებს თუ რა მათი პროდუქცია ამა თუ ხელშეკრულებით განსაზღვრულ წესებს, კრიტერიუმებს და მიიღებენ თუ არა ამ პროდუქციის ექსპორტზე შესაბამისი ფორმის პრეფერენციას. და რა ვადაში დაუშვათ ეთყვით ამ საკითხზე ინფორმაციას დამნიშნულოვანია რომ წინასწარ შეუძლიათ ამ მიმართულებით წინასწარ გადაწყვეტილებას რაც შეეხება ეს არის უკვე სავალდებულო ნაწილში. ხელშეკრულებებით არის განსაზღვრული გარკვეული საქონელი, რომელიც ამოღებულია, ასე ვთქვათ, თავისუფალი ვაჭრობიდან, შესაძლებელია ეს უკვე ქვეყნების სხვადასხვა, ხო? დიახ, ყველა ქვეყანასთან სხვადასხვა. მაგალითად, ევროკავშირთან ჩვენ არ გვაქვს გამონაკლისები თავისუფალი ვაჭრობიდან, ამიტომაც არის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის შეთანხმება, მაგრამ ზოგიერთ პარტნიორ ქვეყნებთან გვაქვს გამონაკლისები. ჩინეთთან, თურქეთთან, მაგალითად, გვაქვს ამ შემთხვევაში გამონაკლისები. ჩინეთთან, თურქეთთან, EFTA-ს სახელმწიფოებთან, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, ძირითადად ეს გამონაკლისები ეხება ხოლმე სოფლის მეურნეობის პროდუქციას, ხო ეს უკვე ქვეყნებს შორის მოლაპარაკების საგანია, როდესაც
ერთ-ერთი ყველაზე ესეთი კარგი ნაწილი ჩვენი საუბრის ბოლოსთვის შემოვიტოვე, ეს არის ერთგვარი სტატისტიკური მაჩვენებლები, როგორი ტენდენციაა ბოლო წლებში ამ მიმართულებით და ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ ქართული მოცვი იქნება თუ ქართული სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტი აქტიურად გავიტანოთ ექსპორტზე და სწორედ ამიტომაც დაგაკონკრეტებინეთ, რომელ ქვეყანასთან გვაქვს თქო ამ ნაწილში დავუშვათ ტიპის რომ ყველაფრის გატანა შეგვიძლია იგივე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მიმართულებით. ამიტომ საინტერესოა როგორია სტატისტიკური მაჩვენებლები და ტენდენცია როგორია ამ ნაწილში. დიახ, მოგახსენებთ. ძალიან სასიხარულოა და მიხარია ამის აღნიშვნა, რომ 2024 წელს წინა წლებთან შედარებით ნამდვილად გაზრდილი არის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების რაოდენობა, რაც ალბათ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ პირდაპირ პროპორციულია ექსპორტის დასთან და ეკონომიკურ წინსვლასთან. 2024 წელს მაგალითად ჩვენ გავეცით 44,500-ზე მეტი სერტიფიკატი. ეს ჩემი გადმოსახედიდან ბევრია, მაგრამ პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატს გულისხმობ მხოლოდ, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 4,500-ით მეტია. და კიდევ უფრო მეტია წინა წლებში, ვიდრე ვთქვათ 2022-ში და მანამდე პერიოდში. 2025 წლის პირველ კვარტალში კი უკვე გაცემული გვაქვს 10,000, დაახლოებით 10,000 პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი. ანუ დღის განმავლობაში ყოველდღურად ჩვენ გავცემთ 200-250 წარმოშობის სერტიფიკატს. აქვე უნდა აღვნიშნოთ ევრო 1 სერტიფიკატების სტატისტიკაც ასევე იმატებს. ანუ რომ ევრო 1 სერტიფიკატი გაიცემა ევროკავშირთან, EFTA-ს ქვეყნებთან, დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოსთან, თურქეთის რესპუბლიკასთან და უკრაინაში ასევე საქონლის ექსპორტის შემთხვევაში. ეს არის პრეფერენციული წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მოქმედებს აღნიშნულ ქვეყნებთან თავისუფალ ვაჭრობაში. მაგალითად, ევროკავშირთანაც 2024 წელს 4,000-ზე მეტი სერტიფიკატი არის გაცემული, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით ასევე დაახლოებით 300 საერთოდ მეტია, ასე ვთქვათ. რაც შეეხება პროდუქციას, ასევე არის ზრდის ტენდენცია სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიმართულებით. სასიხარულოა, რომ ჩდება ჩვენ საექსპორტო პროდუქციაში ახალი სახეობები, დიახ, მაგალითად იგივე ნუში თანდათანობით იმატებს ექსპორტი, მოცვის ექსპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა. 2024 წლის მონაცემებით 312 ტონაზე, არა ბოდიში 4,900 ტონაზე მეტი ნუში მოცვი გავიტანეთ, დიახ, რაც ასევე დაახლოებით 1,500 ტონით მეტი არის წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საკმაოდ ისეთი კარგი სურათი გვაქვს ამ მიმართულებითაც. დიახ და არის ასევე ესეთი საინტერესო პროდუქცია, მაგალითად ლოკოკინას ექსპორტი გვაქვს ბოლო წლები და ევროკავშირის არის გაზრდილი ლოკოკინას ექსპორტს მონაცემები. ლოკოკინას ექსპორტი მაგალითად 2024 წელს არის 267 ტონამდე, 2023 წელს 151 ტონა იყო, ანუ შესაბამისად. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის, საინტერესო ინფორმაციისთვის და მე დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ექსპორტიორებს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდეთ. ახლა თამარ სულაბერძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.